დავრეკე სოხუმში. ჩემს სახლში. და მიპასუხა ქალ. Вы кто? Митра. Я та, которая жила в этом доме. Вы на какую улицу звоните, Митра? Ну, то на улицу Тахнишвили. Это не улица Тахнишвили. Это улица Шамиля, Митра. Это эгревит духовно. Mere არ დამორეკე. მე იმიტომ აზრი არ ქონდა. ხო თბილისში ვარ, თბილისში ვცხოვრობ, ხო წლები. აი სცენაც აი რო დამესიზმოს, ხო თითქოს და სოხუმშია. ეს ყველაფერი. აი თითქოს და სოხუმში ხდება ეს ყველაფერი. სულ იქ ვარ. საოცრება, მაგრამ ასე მე არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა ალბათ ყველა ბავშვს. ამით უმეტეს რომ ისეთ ქალაქში მიდიოდა ეს ჩემი ბავშვობა, რომ ძალიან სოხუმი იყო ძალიან ჩქებდა ცხოვრება. ძალიან ხალისიანი დრო იყო ძალიან. ზღვისპირას, როდესაც გამოვდიოდით, სასეირნოდ, ხო? ხანდახან სოხუმის თეატრის მსახიობების ხათრით გამოვდიოდით, რომ გვენახა. და ჩემი თვითონ პროფესიით ეკონომიური განათლება ჰქონდა საერთოდ მიღებული და ეკონომისტი იყო, მაგრამ იყო თავის დროზე ნოკო ლეგენდარული ლოტბარის ნოკო ხურციას მეჩონგურეთა ანსამბლის ხელმძღვანელი. არაჩვეულებრივად მღეროდა, არაჩვეულებრივად. და შეიძლება აი აქედანაც ეს ჩემი გადაწყვეტილება, სხვათაშორის გადაწყვეტილება თეატრალურ ინსტიტუტში რომ ჩამებარებინა გამოცდები. მე-10 კლასში მივიღე, ну მაშინ 0 კლასი არ ითვლებოდა. მე მოხვდი დათო კობახიძის ჯგუფში. დათო კობახიძე თვითონ მიშა თუმანიშვილის მოწაფე იყო თავის დროზე. და რა მახსოვს, იცით, ცოტა უნდა წავიტრაბა ხო ახლა, რომ თავიდანვე იწყებოდა ეს ეწიუდებით. და ეწიუდების დროს დაგვეს რომ როცა ვაბარებდით გამოცდას, გვესრო მიშა თუმანიშვილი. ვაიმე ისე ვღელავდი. და გამოცდების დამთავრების შემდეგ ბატონი მიშა მოვიდა და ასე ხელი დაესა და კარგი გოგოხარო მითხრა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩამოვედი ძალიან წარმატებული სპექტაკლით, რომელიც დათო კობახიძემ გააკეთა, ეს იყო მტრედები. თამაზ ჭილაძის ნაწარმოების მიხედვით და რო ჩამოვედით, ну სოხუმის თეატრის მსახიობები დახვდნენ ძალიან თბილად, ძალიან ყურადღებით. მაშინ თეატრის ხელმძღვანელობდა გოგი ქავთარაძე. ეს იყო ოქროს ხანა თეატრის ცხოვრებაში და ეს იყო ჩვენი ბედნიერი ხანა. ჩამოსული მსახიობების. სპექტაკლზე იდგმებოდა. ძალიან აქტიური ხანა იყო. და რას ვიხსენებ, იცით, რომ ბატონი გოგი ჩემი ჯიგრის ნატეხოს მეძახდა. და ეს მაშინ ისე ვიღებდით ხოლმე, ხო? ძალიან. ვგრძნობდი რომ ვუყვარდი და მე ძალიან დიდ პატივს ვცემდი. მაგრამ რაც უფრო წლები გადის, ამას იხსენებ ძალიან დიდი სიამოვნებით და სიხარულით იხსენებ და შენთვის უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ამას. დავტოვეთ სოხუმი და წამოვედით აბსოლუტურად არაფრის გარეშე. ერთი ჩემოდნით და ბოლო თვითფრინავით. თქვენ წარმოგიდგენთ თვითფრინავში როგორი სიტუაცია იყო, იცით? მე საერთოდ ფრენის მეშინია, ისედაც ფრენის მეშინია. ხალხი ფეხზე იდგა, ჟანგბადი საერთოდ არ იყო და სუნთქვაც გვიჭირდა, რომ ჩამოვფრინდით. ჩემზე ბედნიერი ადამიანი, ფეხი რო დავადგი მიწას, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ ვიცი რა. მიუხედავად იმისა, რომ იქ 27 წელი ვიყავი დაახლოებით რა და აქ უფრო მეტი ხანი ვარ, ხო? მაინც ის მიზიდავს. მაინც იმიტომ რომ ის ჩემთვის ძალზე მშობლიური იყო. შემდეგ უკვე იყო თბილისი. ჩვენ ვიყავით რუსთაველის თეატრში. ეს იყო ძალიან კარგი ხანა.
ძალიან ხუთშორის ინტენსიური სპექტაკლები ქონდა. მაშინ ბატონი დიმა ჯაიანი იყო ჩვენი ხელმძღვანელი და მისი რა თქმა უნდა ძალიან დიდი დამსახურებაა რომ თეატრმა გააგრძელა ისევე აქტიური ცხოვრება. რუსთაველის თეატრის შემდეგ ჩვენ ვიყავით რამდენიმე წელი ახმეტელის თეატრში. მერე ვიყავით მარჯანიშვილის თეატრის სხვენზე. იქამდე ვიყავით კიდევ თეატრალურ სარდაფში. გუჩა კაპანაძემ გააკეთა გუშინდელნი არაჩვეულებრივი სპექტაკლი შალვა დადიანის მიხედვით, სადაც რამდენიმე მსახიობი ვიყავით წარდგენილი საუკეთესო როლის შესრულებაზე. Ездни начальники ромудис турме. Туицитеске მაგალითად. და მერე გოგა თავაძემ გააკეთა კინკასის უცნაური გარდაცვალება, სადაც იქაც ვიყავი წარდგენილი ამ საკუთარ როლის შესრულებაზე, რომელიც მე ძალიან მაბედნიერებს და სტიმულს მაძლევს სიმართლე გითხრათ ეს ასეა. საკითხების დროს ახუთგობასავით ვემოდები ხოლმე. ვიცინებ ჩემს ერთადერთ გამოსასვლელ კაბას და მივდივარ სადგურთან ახლოს იაფხასიან რესტორანში. მე იყო კიდევ შესანიშნავი სპექტაკლები არაჩვეულებრივი. მე ბატონი დათო საყვარელიძე ჩაუდგა სათავეში ჩვენს თეატრს. პირველი სპექტაკლი, რომელიც ბატონ დათოსთან ვითამაშე, ეს იყო ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი. იაკეში და პუპჩე, რომელიც ხოთიშორი ძალიან ისეთი პოპულარული სპექტაკლი გახდა. უწელი ხომ არ გაგიდა? ჩემს აზრით, ღმერთმა რაც მოგცა, ხო? რაც არის შენში, იმას შენ გამოავლენ სცენაზე, ან რეჟისორი შენ არ იცი, ხანდახან არ იცი, რადებს შენში, მაგრამ კარგი რეჟისორი ამოქაჩავს ამას შენგან და დაკრუებული რჩები, რომ ვაიმე რა, ამ დროს გეგონა რომ ამ როლს ვერ ითამაშებდი. მსახიობი ყოველთვის რაღაცის ძიებაშია, ყოველთვის. თუნდაც რომ ფიქრობს, რომ აი გამოვიდა სპექტაკლი, გამოვიდა შენი როლი, ხო? მაგრამ მერე იგივე სპექტაკლზე ვამბობ, როდესაც მეორდება ეს სპექტაკლი, ხო? მაინც ძიებაში ხარ. მაინც რაღაცას ამატებ, მაინც რაღაცას ხვეწ. და ამაშია ინტერესი შენი პროფესიის. ალბათ ხალისი. ალბათ უფრო მეტად სიყვარულის შეგრძნება. ინტერესი.